მომავალი უკვე ჩვენ სკოლაშია, ტექნოლოგიები, ინოვაციები და ბავშვების ცნობის მოყვარე თვალები, ეს არის გარემო, სადაც დღეს მივდივართ. ბატონმა დავითმა, გამოცდილმა პედაგოგმა და ინოვაციურმა მენტორმა განსაკუთრებული მისია იტვირთა. 71 საჯარო სკოლაში ჩაატარა სემინარი, რომელიც ბავშვებს რობოტიკის სამყაროსთან აახლოებს. ეს იყო არა მხოლოდ თეორიული ლექცია, არამედ პრაქტიკული გამოცდილება, სადაც თვითეულმა მოსწავლემ საკუთარი ხელით ააწყო რობოტი. თეორიიდან პრაქტიკამდე ბატონმა დავითმა მოსწავლეებს წინ დაუდო ნამდვილი რობოტები და სთხოვა მათი დაშლა. თავიდან ბავშვები ცოტა შიშით ეკიდებოდნენ, თითქოს ამაზე პასუხისგებლობა ძალიან დიდი იყო, მაგრამ როცა ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეს ხრახნების გახსნა და მავთულების ფრთხილად განცალკევება, მიხვდნენ, რომ რობოტი უბრალოდ სისტემა იყო, რომლის შესწავლაც შეიძლება. მიმდინარეობს საფუძვლიან. დაშლის შემდეგ დადგა ყველაზე საინტერესო ეტაპი – აწყობა. ბავშვებმა პატარა ჯგუფებში ერთობლივად ხელახლა აწყოს რობოტები, აქ უკვე ჩანდა გუნდური მუშაობის მნიშვნელობა, ზოგი ინსტრუქციას კითხულობდა, ზოგი დეტალებს აწყობდა, სხვები კი ძრავის სწორად დამაგრებას ცდილობდნენ. აუდიტორიაში სუფევდა ხმაური, მაგრამ ეს იყო კონსტრუქციული ხმაური, შემოქმედობითობის და ინტერესის ატმოსფერო. როგორც ყველა საინტერესო ექსპერიმენტს, ამასაც ჰქონდა კულმინაცია, როცა მოსწავლეებმა თავიანთი რობოტები აწყოს, ბატონმა დავითმა შემოგთავაზა რობოტების შეჯიბრი. პატარა, მაგრამ ენერგიული ასპარეზობა დაიწყო.
სამოცდამეათე საჯარო სკოლაში ჩატარებული სემინარი მხოლოდ ერთი პროექტი არ არის, ეს არის ინვესტიცია მომავალში და სწორედ ეს დაამტკიცა ბატონმა დავითმა, როცა ინოვაცია ბავშვებისთვის შორსყოფი თეორია კი არა, რეალურ გამოცდილებად აქცია, რომელსაც სკოლაში კლასის პირობებში შეუძლია ცხოვრება შეცვალოს. ეს ბავშვები მომავალში იქნებიან ინჟინერები, პროგრამისტები და მეცნიერები, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი უბრალოდ ბედნიერი მოსწავლეები არიან, რომლებსაც აჩუქეს შესაძლებლობა საკუთარი თვალით ენახათ და ხელით შეხებოდნენ ტექნოლოგიებს. ეს იყო რობოტიკის სემინარი, სადაც თითოეულმა მათგანმა გაიგო, რომ მომავალი მათ ხელშია.